ზეცად ამაღლების წინ მაცხოვარმა დაუბარა თავის მოწაფეებს. არ განშორებოდნენ იერუსალიმს, სადაც იმჟამად იყვნენ და ლოცვითა და მარხვით მომზადებულიყვნენ სულიწმინდის მისაღებად. წმინდა მოციქულებმა აღასრულეს უფლისდნება და იერუსალიმში დარჩენილებმა 10 დღე გაძლიერებულ ლოცვასა და მარხვაში გაატარეს. მეათე დღეს იერუსალიმი უცნაურმა ზეცით ოხრა მოიცვა, რომელმაც აყავსო ის სახლი სინას მთაზე, სადაც მოციქულები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილნი. მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდა, რომელიც ცეცხლის ენათა სახით დაადგა თითოეულ მათგანს. მისით აღსილმა მოციქულებმა უცხო ენებზე იწყეს მეტყველება. იერუსალიმელნი შეშფოთდნენ მომხდარი სასწაულის გამო. ქალაქში მყოფი უცხოელნი, პონტოელნი და კაბადოკიელნი, რომაელნი და ეგვიპტელნი, არაბნი და შუა მდინარეთის მკვიდრნი განცვიფრებული შესცქეროდნენ სხვადასხვა ენაზე ამეტყველებულ უბრალო გალილეველ მეთევზეებს. ზოგიერთს ეგონა, რომ ისინი ღვინით იყვნენ გამოთვრალნი. მაშინ წმინდა მოციქულმა პეტრემ, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმიდან მოყოლებული უდიდეს სინანულში იყო, სულიწმინდით აღსილმა და გაწმენდილმა აღიმაღლა ხმა და განუმარტა ხალხს, რომ მათზე აღსრულდა წინასწარმეტყველება წმინდა იოელისა, რომელიც იტყვის: მიუფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდნენ, ძენი თქვენი და ასულნი თქვენი და ჭაბუკნი თქვენი და ხილვასა იხილვიდან. წმინდა მოციქულმა ხალხს აუწყა, რომ სულიწმინდა მათზე გარდამოავლინა იესო ქრისტემ, მათგან მოძულებულმა და ჯვარცმულმა, მოკვდინებულმა და მკვდრეთით აღმდგარმა ჭეშმარიტმა ღმერთმა. სულთმოფენობის შედეგად იმხელა ძალა მიიღეს მოციქულებმა, რომ პეტრეს მხურვალე ქადაგება მაშინვე ბევრის გული შეძრა. ბევრმა შეინანა კიდეც და იკითხა: რაიმე ვყოთ კაცნო ძმანო, რაზედაც პასუხად მიიღო: შეინანეთ და ნათელიღეთ კაცად-კაცადმან თქვენმან სახელითა, იესო ქრისტესითა, მისატევებელად ცოდვათა და მიიღოთ ნიჭი სულისა წმინდისაი. ამ ძალით იმავე დღეს 3000-მდე ადამიანი მოიქცა ქრისტიანობაზე და ნათლისღება მიიღო. მოციქულ პეტრეს ქადაგების სახით სამოციქულო მისიის სიმძლავრე და სიმაღლე გაცხადდა. სულიწმინდამ სულთმოფენობისას განასრულა მოციქულთა როგორც ადამიანთა გაწმენდა და ამასთანავე ზეცად იკურთხა ის მისია, რომელიც მაცხოვარმა მოციქულთა მოწაფეებად გამორჩევის დროს განიზრახა. სულთმოფენობა ნათლობის გაგრძელებაა. ნათლისღების საიდუმლო როგორც ერთ-ერთი შვიდთაგანი პირველად ნათლისღებისას გაცხადდა. მას წინ უსწრებდა იოანე ნათლისმცემლის მოწოდება. შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. მასთან მისულნი ნათელს იღებდნენ სინანულითა და წყლით. როგორც წმინდა მამა კირილე იერუსალიმელი გვასწავლის, ნათლისმცემელი იოანე მისცემდა არა სულსა, არამედ მომცემელსა მას სულისასა ახარებდა. რამე თუ იტყოდა, თვით მე ნათელს გცემთ წყლითა სინანულად, ხოლო რომელი იგი შემდგომად ჩემსა მოვალს, მან ნათელ გცეს თქვენ სულითა და ცეცხლითა. სულთმოფენობის დღესასწაულით დაწესდა ახალი აღთქმის ეკლესია, რომელიც არის სამართალი მემკვიდრე ძველი აღთქმის ეკლესიისა, აგრძელებს იმ ურთიერთობას ღმერთთან, რა ურთიერთობას მხოლოდ ეკლესიაშია და რა ურთიერთობისათვისაც მხოლოდ ეკლესია მოწოდებული და ადამიანი ბუნება გამოხსნილი ადამიანი იწყებს უკვე საკუთარი პიროვნების ხსნისათვის მოღვაწეობას. სხვაგვარად რო ვთქვათ, სულთმოფენობის შემდგომ, როდესაც ახალი აღთქმის ეკლესია დაარსდა, მასთან ერთად დაწესდა 7 საეკლესიო საიდუმლო, რომელში მონაწილეობითაც ადამიანი გამოთქვამს სულს. სხვაგვარად რო ვთქვათ, ნებას გამოხატავს, თავისუფალ ნებას მიანდობს ღმერთს პიროვნების ხსნისათვისაც. აქამდე ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსებამდე რაც არ უნდა პიროვნული ნება გამოეხატა ადამიანს. იქნებოდა ის აბრაამი, იქნებოდა მოსე თუ ესაია წინასწარმეტყველი, მათი საბოლოო ხვედრი მაინც იყო ჯოჯოხეთის წიაღი, მაინც იყო ცოდვით დასნეულებული ადამიანის საბოლოო ხვედრი. აი, ახალი აღთქმის ეკლესიაში, როდესაც როგორც აღნიშნეთ, ადამიანის ბუნება გამოხსნილია უკვე, ადამიანს პიროვნული ღვაწლის შედეგად ეძლევა საშუალება დაიმკვიდროს ცათასასუფეველი, ანუ შევიდეს იმ სასიხარულო ერთობაში, რა სასიხარულო ერთობას თავის დროზე ჰქონდა ადამიანს და თავისუფალი ნების არამართებული გამოყენების გამო გახარჯა და დაკარგა ის. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, მოციქულები უპირველესად იმ ენებზე ამეტყველდნენ, რომელ ქვეყნებშიც მათ მოქცევის მისია ელოდათ. სულიწმინდის მიერ სულთმოფენობისას მოციქულთა მონათლა და მათი სამოციქულო მისიის კურთხევა დედა ღვთისას არ ეხება, რადგან ღვთისმეტყველთა განმარტებით, ყოველ წმინდა ღვთისმშობელი განიწმინდა
წმინდა სულით ხარების მომენტში, როცა მის წიაღში სულიწმინდისგან მაცხოვრის ჩასახვა მოხდა. მოციქულები კი სულიწმინდის გარდამოსვლის დროს მღვდელმთავრების საიდუმლოთა აღსრულების ნიჭით აღივსნენ, რომლის საშუალებითაც ადამიანის მაცხოვნებელი სრულყოფა ხდება. სწორედ ამიტომ სულთმოფენობის კლასიკურ ნიმუშებში დედა ღვთისა მოციქულებთან ერთად არ გამოისახება. ეს უფრო ადრეული საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი. საინტერესოა, რატომ გადმოვიდა სულიწმინდა ცეცხლის სახით. წმინდა სამების მესამე წევრს ერთი კონკრეტული სახე არ აქვს. მამა ღმერთის მსგავსად უხილავი, თვალჩეუდგამი და შეუმეცნებელია. ის ხან მტრედის სახით გადმოდის, ხან ნათლის ან სხვადასხვა ფერის ღრუბლის სახით. ამ ცვალებადობაში გაცხადებულია ის, თუ ყოველი კონკრეტული შემთხვევისას რა მოემადლება კაცობრიობას მის მიერ. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ცეცხლის სახეა სულიწმინდისა და არა მისი მსგავსი. როდესაც სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველმა რჯული მიიღო, იყო ხილვა ისრაელის აი ვითარცა ცეცხლი მგზნებარე. აქ ხაზგასმულია ვითარცა ცეცხლი და არა ცეცხლი. ეს უნივთო, ხილულად კი სახილველი ცეცხლია, რომელიც არ წვავს. იგივე ცეცხლი მაცხოვრის აღდგომის აღსანიშნავად გადმოდის იერუსალიმში. საქმე მოციქულთა გვაუწყებს. ეჩვენეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი და დაადგრა თითოეულად კაცად კაცადსა მათსა ზედა. ამით უფალმა გვაჩვენა, რომ ყოველი კაცი, რომელიც ერთგულებით მონებს ღმერთს, საყდარ მისცა არს ქერუბიმებრივ. რაც შეეხება ცეცხლის ენათა მოციქულთა თავზე დადგომას, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანური ბუნება გონებიდან დაწყებული განიწმინდა. ამის შემდგომ განვითარებად ღვთისმეტყველებაში მღვდელთა და მღვდელმთავართა კურთხევა ითვლება. როცა გამორჩეულს სახარებას თავზე ადებენ, ნიშნად მისი არსების გაძლიერებისა სამღვდელო მსახურებისთვის. ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია რწმუნების ბეჭედს სულთმოფენობისას იღებს. არ არსებობს მღვდელი, რომელიც ხელდასხმის ჯაჭვით არ იყოს დაკავშირებული მოციქულთა დასთან, რომელნიც თავად სულიწმინდისგან არიან ხელდასხმულნი. აღსანიშნავია ისიც, რომ სულთმოფენობის გამოსახულებაში მოციქულთა წრიული განლაგება საკურთხეველში მღვდელმთავართა სხდომის წესს განასახიერებს. მისი თაღისებური მოხაზულობა კი ცისა და მარადიულობის სიმბოლოს წარმოადგენს. სულიწმინდის ცალკეულ ენებად დადგომას ასე განმარტავენ ეკლესიის მამები. სულიწმინდა კი არ განიყო, რადგან სული ერთია. ეს ის სულია, რომელმაც ჯერ კიდევ მოსე წინასწარმეტყველს მომადლა რჯული სინას მთაზე და იგივე სული გარდამოვიდა სიონის მთაზე, აწუყვე ახალ აღთქმაში ვითარცა ცოდვათა მიტევება. ხოლო თითოეული მოციქულის თავზე ცალკე განყოფილად დადგომა, ვიმეორებ, ნიშნავს არა სულის განყოფას, სულიწმინდის განყოფას, არამედ ნიჭთა გამრავლებას, ნიჭთა განყოფას. და აი ასეთი სახეცა გვაქვს ჩვენ, სანთელს ადარებენ წმინდა მამები, როგორც ერთი სანთლიდან მრავალი სანთელი შეიძლება აინთოს ისე, რომ იმ პირველი პირმშო სანთლის მადლი კი არ კლებულობს და ნაწილდება, არამედ განმრავლდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სულიწმინდის მოფენისის გამოსახულებანი, სადაც მოციქულებს ფერადი შარავანდედები ადგათ თავზე. ისინი ცისარტყელის პირველთნილი ფერადოვნებით ბრწყინავენ. ცისარტყელა კი, როგორც ვიცით, უფლისაგან კაცობრიობასთან შერიგების უძველესი სიმბოლოა. გადავინაცვლოთ ძველ აღთქმაში და გავიხსენოთ ბაბილონის გოდოლი. კაცობრიობა ამ დროს ერთ ენაზე, პირობითად ნოეს ენაზე მეტყველებდა. უკეთურებასა და ურჯულოებაში ჩამდგარი კაცთა მოდგმა სიკეთით გაერთიანების ნაცვლად ღმერთთან ასვლის მიზნით გოდოლის მშენებლობას იწყებს. ამ კადნიერებას უფალი იმით პასუხობს, რომ უკეთური მოდგმა სხვადასხვა ენაზე ამოტყუდება, რათა ბოროტება არ გაერთიანდეს. ეს იყო სასჯელი ღვთისა. სულიწმინდის გარდამოსვლით კაცობრიობას ერთი ენა აღარ უბრუნდება. ამა დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისაწმინდისაითა მოეცნეს შეწევნისათვის სოფლისა. მაშინ განიბნინეს, რაითა მოყუას მან მოყუასისა ინუ ისმინოს, ხოლოაც მოეცნეს, რაითა ისმინონ, ისწამონ და გულისხმაყონ. განმარტავს წმინდა იოანე ოქროპირი მარტვილიის საკითხავში. ენათა განსხვავების დატოვებით უფალმა ყველა ერი და ენა აკურთხა. თითოეულ ერს თავისი საკუთარი ენით შეუძლია ცხოვნების გზას დაადგეს და საბოლოოდ ზეციური იერუსალიმის მკვიდრი გახდეს. ამ მხრივ საოცარ სახეს გვაძლევს ქართველი ერის სულიერი ისტორია. ეს არის მოციქულთა სწორი ქალწული ნინო, ქართველთა განმანათლებელი, რომლის სახელიც ენისა და ერის ურთიერთგატოლებას პირდაპირ ღაღადებს. მოციქულთა სწორმა ქალწულმა ნინომ არა მხოლოდ სულიწმინდის მსახურებით გააერთიანა საქართველო, არამედ მისი სახელი ყველა ქართველთა ერთობის ზარის მსგავსად რეკს, რადგან სვანები ენას უწოდებენ ნინს, მეგრელები კი ნინას.
ამ კონტექსტში თავად სახელი ნინო წოდებით ბრუნვაშია ჩასმული და ქართულ ენას მიემართება. ენაო. ამ გზით მოციქულთა სწორი ქალწულის სახელი და ენა ერთმანეთს უძველესი ქართული ენით უტოლდება. ქართულად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების და უძველესი ქართული ენა, რომელიც ძალიან ახლოს დგას ნოეს ენასთან და რომელსაც ისეთი ძლიერი ისტორია აქვს, რომისგან წარმოშობილი დიალექტები ზოგიერთ შეიძლება ენებადაც კი მოეჩვენოს, სინამდვილეში თავს იღრის და იკრიბება წმინდა ნინოს სახელში და ერთ წმინდა კათოლიკე ეკლესიაში, რომლის ფესვიც არის უფლის კვართი, რომლის ფესვზეც აღმოცენებულია სვეტი ცხოველი და მისი გვირგვინი კი არის მარჯვენით მამისა მჯდომარე ძველი დღეთა, რაც გაცხადებულია სვეტი ცხოველში. ამდენად ეს არის რვალივით შემკრელი საქართველოს უძველესი, შეიძლება ითქვას 8000 წლიანი ისტორიისა. ქართული საეკლესიო ხელოვნების ისტორიაში გამორჩეულია აჭის წმინდა დიდმოწამე გიორგის ეკლესიის დასავლეთ კედელზე გამოსახული სულთმოფენობის კომპოზიცია, რომელშიც ერთმანეთთანაა შერწყმული მეორედ მოსვლისა და სულთმოფენობის თემა. მის ზედა რეგისტრში ვხედავთ გამზადებულ საყდარს, რომლისგანაც 12 წვეთი, 12 ცეცხლის ზალი გადმოდის. ქვედა რეგისტრში კი მოციქულები წრიულის ხდომის ნაცვლად სწორხაზოვნად არიან განლაგებული, ამით ისინი განკითხვის დღეს მოგვაგონებენ. რა კავშირშია მეორედ მოსვლა და სულთმოფენობა? და პასუხი ერთმნიშვნელიანია, პირდაპირ კავშირში, რადგან გარდამოვიდა რა სული წმინდა, წამსვე მოვიდა ცოდვათა მიტევება, რადგან სულთმოფენობა მსგავსია ნათლისღებისა, როდესაც ნათლისღების დროს უფალი ჯვართან ერთად გამოისახება, მას რუსულად კრეშჩენიეც ქვია, რაც ნიშნავს იმას, რომ ნათლისღების დროს ხდება ცოდვათა მიტევება, რადგან უფალი იღებს ჯვარცმით ცოდვებს, ხოლო სულიწმინდის გარდამოსვლაც ეს არის ცოდვათა მიტევების ახალი თავისებური სახე. გარდამოვიდა სულიწმინდა და მოვიდა მიტევება ცოდვათა და რომ არა სულიწმინდის გარდამოსვლა, ჩვენ ვერ მივიღებთ მაცხოვნებელ ძღვენს, სწორედ სულიწმინდის გარდამოსვლით ხდება ტრაპეზზე შეცვალება პურისა და ღვინისა ქრისტეს სისხლად და ხორცად და რაც მთავარია სულიწმინდის გარდამოსვლა, ვიმეორებთ, ეს არის უფლისაგან ცოდვათა მიტევების სახე. ამდენად გარდამოვიდა ცეცხლი სულიწმინდა ცეცხლის სახით, ხოლო ცეცხლი არის ის სახე და ის სტიქია, რომლითაც იქნება უფლის მეორედ მოსვლა. ამდენად თვითონ სულიწმინდის გარდამოსვლა სახეობრივად მოგვაგონებს განკითხვის დღეს. ამ დღის შემდეგ სახლი ქორების მთაზე დაემსგავსა ემბას, რადგან სულიწმინდის გარდამოსვლით მოციქულთა გამბანა სულითა და ცეცხლით განსრულდა. ეს ნაგებობა ფაქტობრივად სახეა ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესიის საიდუმლოთა დაფუძნებისა, რადგან თავის დროზე სწორედ აქ მოხდა ფეხტბანა და საიდუმლო სერობის დაწესება. სწორედ ამიტომ სულთმოფენობის ჩამოყალიბებულ კლასიკურ გამოსახულებაში თითქმის ყოველთვის ქრისტიანული ეკლესიის სატაძრო ნაგებობის ტოლფასის შენობაა გამოსახული. სულიწმინდის დღესასწაულზე საღვთო ლიტურგია ყვავილებით მორთულ ტაძარში აღესრულება. ასეთი სახით რჩება ტაძარი ერთი კვირის განმავლობაში. ღვთისმსახლის მცენარეებით მორთვას თავისი ახსნა აქვს. უპირველესად ეს ძველი აღთქმის ტრადიციაა. რჯულის მიხედვით კარვობის დღესასწაულზე ყვავილებითა და მცენარეებით უნდა მორთულიყო ყველა სახლი. ზეიმი ერთი კვირა გრძელდებოდა. კარვობა იყო მოძრავი დღესასწაული და პასექიდან 50-მეათე დღეს აღინიშნებოდა. ეს იყო დღე, როცა წინასწარმეტყველმა მოსემ რჯული მიიღო. ძველ აღთქმაში რჩეული ერისათვის ღვთისაგან მიცემული დავალებანი წინა უწყებაა იმ მადლის დასაკვირველებისა, რომელიც შემდგომ ახალ აღთქმაში გაცხადდა. რჯულის მიღების დღე სულიწმინდის გარდამოსვლის წინასახია. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, თუ ძველი აღთქმის ისრაელი რჯულში იმყოფებოდა, ახალ აღთქმაში საჭირო აღარაა რჯულის მიერი აკრძალვა, რადგან ადამიანში შემოქმედებითი საწყისი ამოქმედა. კაცის თავისუფალნებაზე დამყარებული შემოქმედება უფალთან მისვლას, მის მარადეულ შემოქმედებით სივრცეში, სასუფეველში დაბრუნებას ნიშნავს. როგორც მამები გვასწავლიან, ძველ აღთქმაში რჯული ქვის ფიცარზე დაიწერა, ახალ აღთქმაში კი მადლი ადამიანთა გულებზე დაეფინა. ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება დროსირწული თვალსაზრისით აბსოლუტურად ემთხვევა ძველი აღთქმის ეკლესიის დაარსებას, ეს გახლავთ ახალი წინდობა, ახალი საზღლოს გამორჩევა, ახალი აღთქმის ეპოქაში შემოსვლა, ახალი ქორწილისთვის მზადება და ჩვენ ვიცით, წმინდა წერილიდან ვიცით, ეს ქორწილი აუცილებლად შედგება. ეს ეკლესია
რომელიც სულთმოფენობის დღეს დაარსდა ეს ახალი ათმის ეკლესია ქალწულებრივი სიწმიდით, სხვაგვარად რო ვთქვათ, იმ მოძღვრებისადმი აბსოლუტური ერთგულებით დაელოდება თავისი ძეს, რომელიც მან მიიღო თავისი ჯვარცმული და თავისი წევრების გამომხსნელი მაცხოვრისაგან. როგორც უკვე ითქვა, კარობის დღესასწაული ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მისი მორთულობა კი მცენარეთა და ნაყოფთა სახით ტაძარში სამსხვერპლოდ მიჰქონდათ. მცენარეები თავის მხრივ სასუფევლის ხატია. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, უფალმა ჩიტები, ყვავილები და მცენარეები ადამიანის სამოთხეში ცხოვრების ნიშნად დატოვა. აქედან გამომდინარე, იკონოგრაფია მცენარეების გამოსახვით სასუფეველს გვახსენებს. სულთმოფენობისას ტაძართა ყვავილებით მორთვა სინამდვილეში ზეციურ იერუსალიმში დამკვიდრების შესაძლებლობის მანიშნებელია. მღვდელმთავრის ნათქვამი ჩვენთან არს ღმერთი, გულისხმობს, რომ უფალი ჩვენთან არა მხოლოდ წყალობითაა, არამედ მადლის მიერად, სული წმინდით. მოციქულთა დასის შიგნით ხშირად გვირგვინოსანი მოხუცებულია გამოსახული. მას ხელებზე მადლის ქსოვილი აქვს გადაფენილი, ზედ კი 12 გრაგნილი უდევს. თანხლები წარწერა მას ასე განმარტავს: კოსმოსი. გამოდის, რომ გამოსახულება სამოციქულო მისიის მიმღებელი სამყაროა. 12 გრაგნილი კი 12 მოციქულის მისიონერულ გზას გულისხმობს. მის ნაცვლად ზოგჯერ ფილოსოფოსნი გამოისახებიან, ნიშნად სამყაროში სიბრძნის გარდამოსვლის და გამარჯვებისა. როგორც ცნობილია, სულთმოფენობის დროს იკურთხა ყოველი ერი, ვითარცა თანაბარ მნიშვნელოვანი, მაგრამ ამასთანავე ერებმა შეინარჩუნეს განუმეორებლობა. ასე რომ ყოველი ქრისტიანი ერი ადიდებს უფალს თავისებურად და ეს არის დამატებითი ბრწყინვალე წახნაგი, რომელიც წმინდა სამებას და მის მიერ შექმნილ სამყაროს კიდევ უფრო მეტად განადიდებს, რადგან წარმოაჩენს აი ამ დიდების ამოუწურავ მრავალფეროვნებას. საინტერესოა, როგორ გადმოვიდა პირმშო სულთმოფენობის მადლი ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოზე. წმინდა ანდრია პირველწოდებულის მოქცევის მისია ივერთა ქვეყანაში წმინდა ნინომ გააგრძელა. ამიტომაც იწოდება იგი მოციქულთა სწორად. სულთმოფენობასთან უშუალო კავშირშია მცხეთის ჯვრის ტაძრის ისტორიაც. ეს ტაძარი უნიკალურია, როგორც ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მეტყველების ფენომენი. ამასთანავე მისი ისტორია წმინდა სამებისგან კაცობრიობის გამოხსნის ორ მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. ჩვენ ვიცით, რომ აღდგომის ზატიკს საღვთო განგებულებით ამ მთაზე აღიმართა არსებითად გოლგოთის ჯვარი, რითაც განდიდდა უფლის მიერ კაცობრიობის გამოხსნა მისი თვალშეუდგამი მსხვერპლით. ხოლო სულთმოფენობის 4 შაბათს, მარტვილის უკანა 4 შაბათს, როგორც ამას ქართლის მოქცევა გვიყვება, მოხდა საოცარი დიდი სასწაული, როდესაც ამ ჯვრის თავზე ზეციდან გარდამოვიდა ნათლის ჯვარი, რომლის გარშემოც დაგვირგვინებული იყო 12 ანგელოზი. მთელი მთა იძროდა და აკმევდა. შემდეგ განმეორდა ეს სასწაული კიდევ უფრო დიდი ძლიერებით, ზეციდან გარდამოვიდნენ ცეცხლოვანი ანგელოზები და როგორც ნაპერწკლები ისე ადიოდნენ და ჩადიოდნენ გოლგოთის ჯვრის თავზე, ხოლო არა მარტო ჯვრის მთა, არამედ უკვე მთელი ქართლი იძროდა, კლდეები იფშვნებოდნენ და ალმურის სურნელებისა და ძლიერი ოხრა ცამდე აღიწეოდა. აი ყოველი ეს გამოვლინება, ანუ რიცხვი 12 ვარსკვლავთა, ნათლის ჯვარი, ალმურის სურნელების კმევა არის სულთმოფენობის ნიშნები. ანუ შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჟამი, ანუ სულთმოფენობის კვირეული, სულთმოფენობის შემდგომი 4 შაბათი, ასევე იკონოგრაფიული ნიშნები ამ უდიდესი სასწაულისა გვიჩვენებს, რომ გაცხადდა საქართველოზე სული წმინდის გარდამოსვლა და განსრულდა ამ გზით საქართველოს მოქცევა. ჩვენმა ერმა მიიღო თავისი წილი სული წმინდის უდიდესი მადლისა. ამ დღეს საბოლოოდ იკურთხა ქართველი ერი ქრისტესკენ მიმავალ გზაზე, რომლისთვისაც მას საბედნიეროდ არასოდეს უღალატია.